საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრა ეკონომიკურმა სუბიექტებმა მხოლოდ ოქტომბერში 385 მილიონ ლარამდე ღირებულების სამომხმარებლო საქონლის რეალიზაცია განახორციელეს. საქსტატის მონაცემებით რეალიზებული საქონლის ღირებულების ყველაზე დიდი წილი თითქმის 26% ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა. მეორე პოზიციაზე ავეჯი და საოჯახო ნივთები 23%-ით, მესამე პოზიციაზე კი სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 21%-ით. ოფიციალური სტატისტიკით ოქტომბრის მონაცემებით ქვეყანაში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტია, რომელთა 35% თბილისშია განთავსებული, მეორე და მესამე პოზიციებზე იმერეთი და სამეგრელო ზემო სვანეთია. ბაზრებსა და ბაზრობებზე კი საშუალოდ 35,000 კაცი ვაჭრობს. ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი. სოფლის განვითარების სააგენტო მომავალ წელს ქართულ პავილიონებს 10 ქვეყნის 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს. სააგენტო პირველად წარდგება საუდის არაბეთის, ინდოეთისა და კატარის საერთაშორისო გამოფენებზე. ინიციატივა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და მიზნად ფერმერებისა და გადამამუშავებლების მხარდაჭერას, ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და ქართული პროდუქციის პოზიციების გაძლიერებას ისახავს. იუსტიციის სახლის ფილიალებში შემოსავლების სამსახურის 500-მდე სერვისი გახდება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ელექტრონული სერვისების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდება. შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახებისთვის ამანათების გაგზავნა მიღების პროცესი გამარტივდა. კომპანია მეკო გზავნილმა ამერიკის ხაზი დაამატა და უკვე რამდენიმე კვირაა მომხმარებელს ამანათების გადაზიდვას ამერიკიდან საქართველოში და პირიქით 5-7 დღის ვადაში სთავაზობს. კომპანიაში ამბობენ, რომ მიმართულების დამატება შტატებში ქართველი ემიგრანტების გაზრდილმა რიცხვმა და მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. ამჟამად კომპანია მხოლოდ 3 შტატს ფარავს, თუმცა 2026 წლიდან ყველა შტატს მოიცავს და საქართველოს რეგიონებში 10-მდე ფილიალის გახსნას გეგმავს. მეკო გზავნილი ბაზარზე 7 წელია ოპერირებს და აქამდე მომხმარებელს ამანათების გადაზიდვის სერვისს მხოლოდ ევროპიდან და ჩინეთიდან სთავაზობდა. საერთაშორისო პროგნოზების მიხედვით გლობალური ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში შენელდება. გლობალური მშპ-ის ზრდა 2024 წლის 3,3%-დან 2025 წელს 3,2%-მდე შემცირდება, ხოლო წლის ბოლომდე 2,6%-მდე. განვითარებულ ეკონომიკებში ეკონომიკური ზრდა 2025-2026 წლებში დაახლოებით 1,5% იქნება. განვითარებად ქვეყნებში კი 4%-ზე ოდნავ მაღალი. თუმცა ქვეყნების მიხედვით ინდოეთი კვლავ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება. რაც შეეხება ინფლაციას, გლობალურ დონეზე შემცირების ტენდენცია შეინარჩუნებს და 2025 წელს 4,2%-მდე დაიწევს. თუმცა ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე დარჩება. ამასთან პროგნოზის მიხედვით მსოფლიო ვაჭრობის მაჩვენებელი 2025-2026 წლებში 2024 წლის მონაცემზე დაბალი იქნება. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის 2025 წელი მნიშვნელოვანი ფინანსური ზრდით სრულდება. Forbes-ის მონაცემებით წლის განმავლობაში ქონების ყველაზე დიდი ზრდის მქონე 10 მილიარდერის ჯამური მატება დაახლოებით 730 მილიონი დოლარია. ამ ჯგუფში ყველაზე მეტად ილონ მასკს გაუღიმა ბედმა, რომლის ქონება წელს დაახლოებით 335 მილიარდი დოლარით, 755 მილიარდამდე გაიზარდა. ზრდის მიზეზი ტესლასა და SpaceX-ის საბაზრო ღირებულების ცვლილება და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აქტიური ინვესტიციებია. სამეულში შემდეგ ადგილებს ლარი პეიჯი და ლარი ელისონი იკავებენ. მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე კი ჯეფ ბეზოსი და სერგეი ბრინია.